ქუთაისში 2 საათში იუსტიციის სახლი იხსნება ბათუმის, რუსთავისა და მესტიის შემდეგ. ეს უკვე მეოთხე იუსტიციის სახლია, რომელიც მოცულობით ყველაზე დიდია. ქართველი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ შენობაში საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, ქორწინების სახლი და პროკურატურა განთავსდა. ქუთაისის იუსტიციის სახლში მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს 240 სერვისის მომსახურება მიიღოს. ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში მაკათვაური საუბრობს. 2 საათზე ნაკლები დრო რჩება ქუთაისში იუსტიციის სახლის გახსნამდე. რუსთავის იუსტიციის სახლის მსგავსად ქუთაისის იუსტიციის სახლის ძალიანად ქართული პროდუქტია და ის ქართველი არქიტექტორების მიერაა შექმნილი. ქუთაისის იუსტიციის სახლში მოსულ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ერთდროულად 250 მომსახურებით ისარგებლონ. აქ რამდენიმე სახელმწიფო უწყება იქნება განთავსებული და სამოქალაქო და საჯარო რეესტრთან ერთად აქ იფუნქციონირებს ენერგეტიკის სამინისტროს სალიცენზიო სამსახურიც. 12 საათია გამაშართო, მაგრამ იქამდე 7 თვე 300-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი და იუსტიციის სახლი მზად არის რომ მიიღოს მოქალაქეები ქუთაისში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ თავისი მოცულობით სერვისის კუთხით ეს იქნება ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი, ანუ ყველაზე მეტი მოქალაქე სწორედ ქუთაისში მოვა დღემდე არსებულ იუსტიციის სახლებს შორის. ეს არის მეოთხე იუსტიციის სახლი, რომელიც ჩვენ გავხსენით საქართველოს მასშტაბით, რომელიც არის ინოვაციური და რომელიც არის გამარტივებული სერვისი ყველა მოქალაქისათვის, რომელიც თავიდან ბოლომდე მორგებული არის თითოეული მოქალაქის მოთხოვნაზე, რომელიც ძალიან 250-ზე მეტი სერვისისთვის მოდის იუსტიციის სახლში. ვიმღერებთ ძველ სიმღერებს და იქნება ახალი სიმღერები მეორე ალბომიდან, რომელიც გამოვა 1 თვეში. ანუ სადაც ეს სიმღერები არ ვიმღერია არსად, ვიმღერებ დღეს ექსკლუზიურად, ასე ვთქვათ, ქუთაისელებისთვის. დაახლოებით ქუთაისის იუსტიციის გახსნა ქუთაისში ჯგუფ გზავრების კონცერტით აღინიშნება. დღესვე გრანდიოზული ფეერვერკი მოეწყობა. პირდაპირ ეთერში იყო მაკათვაური. წინა საარჩევნო